აი გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ესე იგი შეიძლება კითხვით დავიწყოთ, ოღონდ ეს უკვე რიტორიკულ კითხვაში. ხმათ ღაღადებლისა უდაბნოსა შინა გადადის, რატომ გაუქმდა ოპოზიცია ქვეყანაში? მაგრამ ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვა, ჩვენ გვაქვს მილიონი მიზეზი, რის გამოც ის გაუქმდა. მე დღეს მაგალითად არადეკვატურობას მივაწვევი. გივია თარგამაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოიწერა და ციხის პირობები მოიწონა არ ქვია. და მე გამოაქვეყნა ჩემი ნაწერი, რომელიც ციხიდან გამომყვას, ციხეში დავწერე, ანუ გივია თარგამაძის მიერ შექმნილი სისტემა, რას შვებოდა ციხეში, რას უშვებოდა ადამიანებს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე გამოკვლეული არ არის. და გივია თარგამაძე რო შევიდა ციხეში, რა ნასიამოვნებია იმით თუ როგორ შეხვდნენ ჯერჯერობით აი ამ გარეწარმა, ამ ჯალათმა, ჯერჯერობით არა მაქვს ტელევიზორიო. ანუ აი ჯერჯერობით არა მაქვს. PlayStation-ი მაქვს, ხო? არ ვიცი. ჯერჯერობით. ეს რას ნიშნავს? იცი რომ ტელევიზორი რა თქმა უნდა სანამ არ მიგიჟიდნენ და ზონაზე არ გადახვიდოდი. ავსუართ სკანდინავიურ სტანდარტზე, სადაც თალსახად. უტოიას კუნძულის გამჟლეტავი მანიაკი, მკვლელი, ბრეივიკი. ჩიოდა რომ არ აქვს სწრაფი ინტერნეტი. და PlayStation 2 მაქვს და 3 არის, გამოსავლა წამების იმას უტოლდებაო ეს. აი სწორედ ამ არადეკვატურობის გამო ხართ მარტო დარჩენილი ქუჩაშიც არა ხართ. აი ბაია პატარაია, ბაია პატარაძე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო face control-ი 20-ში კი არა, გუშინ წინ გამართული აქციის ის კიბეებთან არ გავრცელდა თვითონაც დაადასტურა ხო პოლიტიკური საბჭო ჩვენიო შეთანხმდა მსგავს ფორმატზეო რაღაცა სალომეს მოდერაციით თუ რაღაცა შეთანხმდა მსგავს ფორმატზე და შესაბამისად მე მხოლოდ ამ შეთანხმებას ვასრულებდი. face control-ი ვიყავი. ხო, face control-ი ვიყავი და ვიღაცებს ეს არ მოეწონათ, მაგრამ ფაია პატარა ეს დედა არ ვატირებ. ხო და გავუშვათ მისი დედაც ვატირეთ იმის. ბოიკოტის გზა არის რაღაც გზა საბოლოო ბრძოლის. ბოიკოტი არის თანმიმდევრულობა იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვეძახით არალეგიტიმურობაში ჩატოვებას ქართული ოცნების, როცა ის არის მარტო და არაღიარებული მოთამაშე, ამაში ტოვებ, როცა ბოიკოტს აკეთებ. ანუ შენ ხარ თანმიმდევრული, შენ ნაბიჯებში, მაგრამ ნამდვილი და საბოლოო ბრძოლა იქნებოდა თუ ეს ჩვენ გვეცოდინებოდა, რომ აქ მოგება ყველაფრის მოგებას უდრის. აი ესეთი არჩევნები იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. მუნიციპალური არჩევნები ეს არ არის და თავს თუ მოვიტყვი. ხო, ბოიკოტი, რომელსაც არ უერთდება არც გახარია და არ უერთდება არც ლელო, მიუხედავად იმისა, რომ ლელოს ორბილდერი კურორტზია. და არ უერთდება მგონი არც იაგოს ფლანგის გიგში. არა, იაგო არასოდეს არ შეუერთდება ამ სიგიჟეს, რასაც ბოიკოტი ქვია და ზოგადად იაგო სწორად ურჩევს ამათ მოკეტეთ და თქვენთვის ჯობია. სხვა შორის დღეს უსმენდი თუ იაგოზე მითგალაპარაკე სანდრო რაქვიაშვილს, ძალიან კაი რამის ლაპარაკობდა, მე არ ვიცოდი ეგამოვი თუ ეგრე იყო. თურმე პაატა ბურჭულაძემ მოითხოვა დინამოს სტადიონი, ხო და დინამოს სტადიონი მომაქირავეთო. უშინ წავიკითხეთ ეგნებს. კი არ მომაქირავეთო. მერიას მიმართ. იმიტომ რომ ეს არის კერძო, შესაბამისად მიქირავეთ, რომ რევოლუცია მოახდინო. ანუ თქვენ და სხვათა შორის ეს არის ძალიან კონცეპტუალური საკითხი. 2012 წლიდან რაც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, ირიბად თუ პირდაპირ ყველა თხოვს ბიძინა ივანიშვილს, რომ შენ თავს შენ თვითონ მოუგე, ანუ წააგე, შენ თავს შენ თვითონ წააგე, ჩვენ მოგვიყვანე და მოგვაგებინე და წადი. ოღონდ ჩვენ ვიბრძვით. ამას ბრძოლას არ ქმევენ. ანუ დემიურგის პრინციპია. ყველაფერი და არაფერი. აი, მართლა დემიურგად ხავთ რა, გამოყვანილი ანტიკური ფილოსოფიური ღმერთის კონცეფტი არის დემიურგი რა და აბა როგორ შეიძლება ბიჭო მე მოვიდე შენთან და გითხრა რომ იცი რა შენი გადაგდება მინდა რევოლუცია უნდა მოგიწყო და მოდი დამაფინანსე ყველაფერი შემიქმენი და ის რა ქვია არ ვიცი ინსტიტუციებიც ხო არ გადმოგაბარავთ ბატონო პაატა ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად როგორ ამბობდა დავით ბერძენიშვილი რომელიც გამქრალია პოლიტიკის კაბადონიდან და ძალიანაც კარგი რომ ჩვენო შეიძლება უმცირესობაში ვართო მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში მაინც ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩვენ უნდა მოვიგოთ მე რა რომ უმცირესობაში ვართო ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მით უარესი ფაქტები ჩვენ ვართ უმცირესობაში მაგრამ ჩვენ უფრო ხარისხიანი ხალხი ვართ ჭკვიანები ვართ და ხალხს ხო ჭკვიანების არ ესმის და ამ დემოკრატიის ამარა ხო არ ვიქნებით
საარჩევნო დემოკრატია. ხო, მაგის ძმაც არ ჩანს და სადაა შაკარი? აღარ არიან წავიდნენ რაღაცის მაგაცი. სადაც ახლა ვაშა ბუღაძე ისევ ჭვიტინებს და რატი ამაღლობელები და ქეთდევს ეს ჩვენ ვაჭვეტინებთ. ბერძენიშვილმა და ვაჭვეტინებთ. ხო და იმის საშუალებაც არ გვაქვს. ფორმულაზე აღარ იწვევს. ბიჭო, კი, ლევან ბერძენიშვილის მიერ დანახული სამყარო, რომ ისრაელმა უთხრა ირანს და მსოფლიომ უთხრა გერმანიას, ეგენი საინტერესოა. ანი წითლიძე თუ შეიძლება. აი ხა ამას ხო აჯობებს. ციტელსონ მანდელა. მოვუწოდებ ასევე განსაკუთრებით ლელოს და ყველა პარტიას ნუ გახარია კიდე დარჩენილი რომ თუ იმაზე არ ფიქრობენ და თუ იმაზე არ ფიქრობენ რა რეალური შედეგი შეიძლება და ზიანი მოუტანოს ამ ყველაფერმა არსებულ სიტუაციას პროტესტს მათ შორის და აი ამ ქვეყანას მაშინ იმაზეც უნდა იფიქრონ რომ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული მათ შორის მათი პოლიტიკური კარიერა ამაში ღრმადვარ დარწმუნებული ცოტა სტოპო რა. წითელი ყომა და უფრო კი, ცოტა ეგრე არ გიხდება ანი. შენ გიხდება ბაკიჩ ეს მაიმუნი ვიდრე დახტი. უფრო უხდება ვიდრე არაწითელი. არა, მე მგონია რომ ანის არ უხდება ესეთი სვეცკური შკურის აუბარი, იცი? ანის უხდება მაგიდაზე რომ ხელზე ლაპარაკე. ხო, არა, ანის უხდება ხაბეიშვილი და რაღაცა მუჭა ნუ მაინც ხაბეიშვილამდე ნუ გავიმეტებ ხალია. კი, ხაბეიშვილი. მართლა? დედალი ხაბეიშვილი. ზიზვადამზია? დედალი ხაბეიშვილია. მაშინ ანა ბუჩუკური გაუშვათ გამწარებული. არა. ამათ არ აქვთ გამრავლების უნარი. ანუ რას ვამბობ, გამრავლების არ შეჯვარების უნარი, ანუ ხაბეიშვილი და ეს არის დაახლოებით რა პრინციპი, იცი? ჩოჩორი იყო ეგარ მრავლდება. შეიძლება ითქვას. ხო, აი, არა, ხაბეიშვილი და ის რატო ხდება ის ერთმანეთში თქო. გვირფასო ოპოზიციონერებო რატო ხდება? ანუ ამ ორმა რომ ბავშვი დაითრიონ. არა, ბავშვი დაითრიონ, აიყვანონ და რაღაც კი არა, 16 წლის ბავშვი დაითრიონ ინდოქტრინაციისთვის. ვერ გაანაცებენ? ეგ ხარიხართან და პრინციპითაც ვერ რა. რა თქმა უნდა გაანაცებენ. ბავშვი არა. ესენი ვერ გაანაცებენ. ბავშვი არა. 16 წლის. ამას ორი წელი, დათვის ბელი. ვერა, მაგასაც ვერ მოვერა. დათვის ბელს ვერ მოვერა. არა, ბიჭო, ვერაფერს. პატარა ხვლიკ ხაბეიშვილის მთელი. ხვლიკი სხვა შორის თუ გახსოვთ ხაბეიშვილის პლუსი ხალხო რა იყო? რატო აირჩია ის კეზერამ? იმიტომ რომ როგორც აი პიტბულს და ბულტერიერს ნერვები რაღაცა ეტყობა დაბოლოებები აქ ძალიან ღრმად და საერთოდ არ ტკივა ცენტრალური ნერვული სისტემით ეს არ იმართება ეს ადამიანი. როგორც დინოზავრს ხელი მაგალითად ხაბეიშვილს გონია რომ ცალკე ტიპია. დინოზავრს აქ ქონდა ორი ტვინი, ერთი თავში ძალიან პატარა და უფრო დიდი ხერხემალში, რომლითაც მოძრაობდა და კოორდინაციას ახდენდა კიდურების. კარგი გაუშვათ, აბა ლაკა ხოშტარია. ლაკა ხოშტარია, გადარჩენილი ძმაო, ყველაზე დიდი შიმშილობის მერე. ერთდღიანი შიმშილობის მერე გადარჩენილი. ჩვენზე არ არის საკითხი, რაც თავარია ის მიზეზი, ის მიზანი, ის გამოც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადაგვედგა პრაქტიკულად მიღწეული ვერ იქნება, სანამ სისტემას არ დავანგრევთ, მაგრამ ბრძოლის სტარტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ეხლა ნამდვილად არის აქტიური მოქმედებების ფაზა. რაღაცები ბაზოს არ მეც. დიდი ბოდიში, აი გუშინ მე მგონია, რომ უფრო ანალიტიკური ეთერი კი არა, უფრო მეტი კონცეფციები, უფრო მეტი შინაარსი გქონდა, უფრო რაღაცა იდეოლოგიზირებული და რაღაცები მოახდინეთ. დღეს ან აცუნდრუკებული ვარ მე და მე მგონი რა მაგაც უნდრუგა მე. ბიჭო, აი დღეს რაღაცნაირ ხას ეძევა. შენამდე დავიდა რას ნიშნავს ერთდღიანი შიმშილობა, ხო? არა, მე გავიგერო, ესე იგი ბიჭო, აი რა უნდა საერთოდ რა დრო მოვიდა, იცი? ხუნობის მოფიქრება აღარ გჭირდება. პირდაპირ აღწერე და ეგ არის, ბაჭო. აბა პოლიტიკური სატირა გააკეთე ამაზე. ვერ გააკეთე, მაგის შანსი არ არის. ერთდღიანი შიმშილობა. ოღონდ ეს შიმშილობა იყო გამოცხადებული თავისნაირი ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა და მეორე ერთ დღეში შეწყვიტა. ოღონდ რა თქმა უნდა ვერანაირი შედეგი რის გამოც იყო გამოცხადებული ვერ მიიღო. და უფრო მაგარი, რატო შეწყვიტა თქვენი აზრით შიმშილობა? მოშივდა. კი. სკივად. კი. კურდებს ხელს რატო ურტყავენ? სკივად. მე მგონია რომ ვიღაცამ გაიარა იქ შაურმით, ამას მოუნდა და არა. ლონდრეზის ამ ქვეყანას მე მაინც ვერ გავასწორებდა. ჭამა რაღაცა დავიკლო და გადაიღო. მე მგონია რომ ჩეკუშკაში იყო საქმე და არა შაურმაში. ჩეკუშკასაც აქვს კალორიები სხვა შორის. ხო, რა თქმა უნდა. მაგი მენდე. ჩეკუშკა ღიზიანოს მე კიშკა გახსნებო ძმაო. შეიძლება სხვათა შორის აი ნახე მსჯელობით გავედით ჭეშმარიტებამდე. ბაჭობრას თქვა ეგ არის სწორი. ამას ჩვეულებრივი შაურმა ვერაც თუნებდა. ამას დაალევინეს. არა.
ლიქიორიანი კამფეტები. არა ბიჭო, ამა ეს დაათრეს და დამთვალზე. დაათრეს რა, შესთავაზეს დალია. ო, იქ კი ბატონო და ეს ხო ჭამა არ არისო. და გავაწურინებ. ეხლა მოვიდა კეიფის დრო. კი და კუჭი აუწრიალდა. და მე შეწყვიტა გააზრო. არა, იქ ხო ეცეს. პროც თავი დაანებე ძალიან გემრიელი. არა, ხო რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი. ჯაყვით თინზე რო იჭრიან კალბას და წკამ და პირველი რო. კუჩაში საკაი კაპოტიც იქნებოდა რაღაცა. პირველი კაი, მოდი გაცილებით არისტოკრატიული ადამიანები. სხვაჩორის ბოდიში შიმშილობას აქ კიდე თავისი მეთოდოლოგია მე როგორ უნდა დაიწყო ჭამა. ნელ-ნელა უნდა შეხვიდე. სხვაჩორის ეგ მე ციხეში გავიგე გამბები მახსოვს. არა, ჯეკ ლონდონის ტეგნი რო არის. ბარბაზაჟი ადამიანი რო არ ჭამს და გემისკენ რომ მიდის პოლარულ სივრცეში. და ბოლოს თითქმის რომ მოკვდება და თელი 2-3 თვე რო ნელ-ნელა აჩვევენ და პირდაპირ ეხა ორდღიანი შიმშილის მერე ესე პირდაპირ დაწყება არ შეიძლება. ზღომა ევასებათ. არა ბიჭო, ბუჩუკური მაინტერესებს, ბუჩუკური გაუშვით. ბუჩუკურზე სულ მინდა რაღაც ხო და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ზოგისთვის, ჩემთვის აღარაფერი აღარ არის გასაოცარი და გასაკვირი, მაგრამ ნაცების და ოცნების პოსტავები ზუსტად ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გიორგი გახარიას. აი აქ დაუშვათ მე მეთქვი რომ ვერ ეღირს. გააჩერეთ ნაცები და კოცები ერთმანეთს შეადარათ, ამაზე სრულიად ოპოზიცია. ეს ხო მაგათი ხაზია. რომ ჩვენ ნაცები არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ნაცები თავი და ბოლომდე ხართ. კაცი რომელიც გადავდექი, იმიტომ რომ მელი არ დამეჭირო მაგას ამოს, მე გვიმტკიცებს რომ ნაცი არ ვარო და მაგათ ინტერესებში არ მოქმედებო. სიგიჟია რაზე მელაპარაკებ. მაგრამ აქ თავი სხვა რაღაცაა, ხალი ამბობს რომ ვერ ეღირსებენ გახარეს დაჭერას. პლეტს აწევსო. აწეული აქვს კაცი. არა ხო, აწეული აქვს, მაგრამ ის ხო აი თავს იმართლებს რომ ორკვირიანი რაღაც საქმეები ჩამოვალო. ჩამოვალო. მაგრამ ორ კვირა მაქვს საქმეო და თარიღი თქვა რომ ორი კვირით ვარო. მეგობრებო, გახსოვთ თუ არა გახარიას ჩოტკი განცხადება ბოლო დღეებში რომ ჩამოვალო. შეიძლება ჩამოვალო არ უთქვამს, მაგრამ ორი კვირით. და რაც არ უთქვამს, ორ კვირიანი საქმე მაქვს და ორ კვირს მე რა ხდება? კიდევ გამოუჩნდება საქმე, რა პრობლემაა საქმეს რა გამოვლეს. დეუნიანო. კი ბატონო. ატა მანჯგალაძე ძალიან საინტერესო ადამიანია. ბიზნეს ყველაზე უფრო აწყობს რომ ჩვენ ვიყოთ გახლეჩილები, ნაწილი ვითომ ასე ვთქვათ, ნაწილი ცდილობდეს ბოიკოტს, ნაწილი ცდილობდეს ვითომ არჩევნებში გასვლას. საბოლოო ჯამში არც ბოიკოტი გამო, არც არჩევნები, აი ზუსტად ისე რა ცუდი წარმოდგენა აქვს ბიზნა ივანიშვილზე, რომ ეს აწყობსო, რომ ესე ვიყოთო. მე მგონი საერთოდ არაფერი ყველაფერი გაიასნებულია მისთვის და ჩვენთვის აწყობს. არაფერი არ გვაწყობს. მიყვებით ნელ-ნელა იმას, რასაც კანონში წერია, ანუ უყურე ამ ლოგიკით. ვინც მიდიოდა არჩევნებზე, ხო? ლელო და გახარია. ხო უნდა დაეჭირა ხელისუფლებას ის ტიპები, რომლებიც აგიტაციას უწევდნენ არჩევნებს. ფეხებზე კიდია. თქვენ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ფეხებზე კიდია და კანონს რაც გეკუთვნით. ამის გამო არ დაარღვევს და არ იქნება ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, ქართულ ოცნებას არაფერი რაღაცა კანონშემოქმედებითად თუ სამართლებრივად ახალი არ მოუგონიან, არ დაუფუძნებია იმისთვის, რომ ის რეალობა დამდგარიყო ოპოზიციურ ფლანგზე, რაც დადგა. ესა თავიდან ბოლომდე მათი ქმედებები არ შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რაც უზენაესი სამართლიანობა, რომელიც ურმით, მაგრამ მაინც მივიდა. ესა ვარსკვლავების კონსტელაციით გამოწვეული და არა იმიტომ რომ აი გინდა შეგეკამათები არაფერი ურმით არ მივიდა ამათან. ესენი თვითონ დარბოდნენ, დაინახეს ურემი რომელიც თავისთვის მიდიოდა და დაუწვნენ. აი არაფერი ურმით არ მივიდა მათთან. ვაფშე არავის არაფერი დაჭერა არ იყო გეგმაში არავის დაჭერა, არავის ასე თქვათ თიხეში გამოკეტვა. მიდიოდა საპარლამენტო ცხოვრება, მოხდა, დაიწყო არჩევნები. წააგეს არჩევნებში, მაგრამ ძალიან ბევრი დეპუტატი გაიყვანეს. მერე გაგიჟდნენ, უბრალოდ კი არ გაგიჟდნენ. უცხოელებმა უთხრეს, რომ არ შეხვიდეთ და გადატრიალებას მოაწყობთო. არ გამოვიდა ეს, გავარდნენ პარლამენტიდან და მერე დაიწყეს სუიციდალური დაღმართი რა. დაღმართეს ყლა. არაფერი არ მისულა, არც ერთი მოდი რა პირდაპირ თქვათ რა, არც ერთი ურემი მათთან არ მისულა. სადღაც იქით მიდიოდა ურემი, შეეძლო ზედ დამჯდარი იყვნენ. ესენი გაეკიდნენ და წინ დაუწვნენ რა. აი ესეთი გასვათ. ეკაბესელია მეგობრებო. ვა. მეგობრებო, მე იმ ადამიანს, ვინც ძალიან კარგად ვიცი ოცნების ანატომია და რაღაცეები, უკვე არა. ალბათ უკეთესად შემიძლია უბრალოდ დავინახო აქედანაც
ერთ რამეს გეტყვით, რომ იქინ უგვიკვირს რა ხდება ოცნებაში. თუ აქამდე გაგრძელდა მათი ყოფნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სისუსტეებია აქეთ მხარეს. ჩვენ ბრძოლაში შიდა ბრძოლების დრო რო არ არის, ამაზე დგას დღეს ის რეპრესიული რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს და გვიდა სწრაფად შეიცვალოს. აქ უნდა კონსოლიდირდეს აი საპროტესტო ძალა და დავანებოთ თავი ერთმანეთთან საქმეების გარჩევას. ბესელიამ რა იცის და რა არ იცის ეკამ. ჩვენ ვართ უნიათოებიო მაგის ბრალია. კი, მაგრამ ეკამ რაც იცის ის აღარ არის ჯერ ერთი. რაღა დროს ეგწონები, შემოდე. მე უფრო მეტი ვიცი მაშინ, მაგრამ რა აზრი აქვს ამას. ბევრი რამე არის შეცვლილი და ბევრი რამე პრინციპულად არის შეცვლილი და რასაც მე მივესალმები. და უკომპრომისობა, სუვერენიტეტი და მსგავსი სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთიათად არის გაზრდილი. პირდაპირ ვიტყვი. რაც ბესელიას ახსოვს, ის აღარ არის ისე. ეს ერთი შეხედეთ გარშემო რა ხდება და მიხვდებით. ეხლა მეორე. ჩვენ ვართ სუსტები და ვინ დაუშალა ბესელიას თავისი რევოლუციური გამოცდილება გაუზიაროს იმას რა ქვია. და უზიარებს კაცო ის. რას უზიარებს კაცო? აფეში ერთად ძიან ყოველ დღეს და სალომეს. ვის, ოღონდ სალომეს, კაი, ტარიკტარს აიკიდა თემა არა. მაშინ მიხარ ცოცხალი რომელია რომ იმას აი ამაში ესაკ. ეგ ამერტელი პრობლემა ყველა. გია ჯაფარიძე გავუშვით, აბა გია ეს ძმა დაჭერილი. პოლიტიკური ლიდერები დიახ ზუსტად იმიტომ ჩასვეს რომ არ აღიარებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. აწუხებთ საერთაშორისო იზოლაცია, აწუხებთ არალეგიტიმურობა და აწუხებთ პროტესტი, რომელიც არის რუსთაველზე. რა არის ჩვენი ამოცანა? საერთაშორისო იზოლაციაში ისე უნდა დავტოვოთ, არალეგიტიმურობაში ისე უნდა დავტოვოთ და პროტესტი რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან ისე უნდა გაგრძელდეს. იმიტომ რომ ეს სამი რაღაცა მათ ცდილობენ რომ თქვა რომ თითქოს ეს არაფერი არ არის და ასე შემდეგ სინამდვილეში ძალიან მაგრად აწუხებთ. არაფერი არ გვაწუხებს. რაც ჩამოითვალა. იმიტომ არა 20 კაცის ქუჩის გადაკეთება მე პირადად მაწუხებს. შენ არ გაწუხებს? მე მინდა რომ რაც შეიძლება მალე ეს ადამიანები, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რა. კონკრეტულად რა მაწუხებს იცი? მაწუხებს ერთი რამ, რომ არის ვიღაცა ვიგინდარამთა მცირე რაოდენობა შეშლილთა და შიზოიდთა, რომლებიც ქუჩას კეტავს 1 საათი. ხო, მაგას მომ. ხო, ანუ ეს მე წუხდები არა იმიტომ რომ მაქვს განცდა რომ იზისკრივას გარიცა პლანი, ანუ აი რაღაცა მოხდება და გამძაფრდება ეს გადაკეთება. უბრალოდ ანტისანიტარია პატარა რაღაცა ჭუჭყი რო არის, სადაც ცხოვრობ იქ გარშემო ისე გაწუხებს და გინდა რომ დაურეკო სანებით სადგურს და გაიტანოს ეს ნაგავი რა. აი ესე რა და ავიცი, დანარჩენი ახლა მაგრამ ტიპი ბაზროს რომ ამათო აწუხებთო, მაგალითად საერთაშორისო იზოლაცია არ არსებულ რაღაცა ჯერ მაგრამ და ანუ შესაბამისად საერთაშორისო გამოხმაურება, ხო? და ამის გამო იჭერენო იმას ოპოზიციურ ლიდერებს. ანუ თუ გაწუხებს პირიქით უნდა მოიქცეს იგი. თავარი იდეაში საყვირალი რაც არის, რომ ლიბერალი პროევროპელები ციხეში არიან, ანუ ეგ გვაწუხებს, მაგრამ ერთ რამეზე შევჩერდეთ. სომხეთ რუსეთსა, სომხეთ აზერბაიჯანს, აზერბაიჯან რუსეთ შორის რაც ხდება თუ ადევნებს პრობლემას. კი, დღეს სერიოზული დაგროვებია. არ არის თქვა შვიდათ მან საქმე. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოს საღოლ ჩვენ რა. რა თქმა უნდა, საღოლ ჩვენ აღარ ქვია მაგას. არა, ნუ ბრავო რა. მაგას ეს კიდევ ერთხელ არის ის ამბავი, მართლა ჩვენ რაღაც მეტაფიზიკური დაცვა გვაქვს როგორც არა რა, ღვთისმშობლის წილფოდრი ვარ და ყოველგვარი ირონიის გარეშე ვარ ამას. წარმოიდგინე აზერბაიჯანის და რუსეთის ცივი ომი იწყება. კი. რომელიც ძალიან ცუდია ჩვენთვის. ან ჟურნალისტების სცენოს კადრები ხო ნახე? კი, კაცო, ის ჟურნალისტები, ეს სპუტნიკი ჯერ ხო დაუშვეს. ჯერ ხო ალიევი დადიოდა, ხელსართმევდა, ძალიან ეძმაკაცებოდა პუტინს, სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. ეხლა არის ცივი ომის მდგომარეობა. რის გამო ეკატერინბურგში რო აზერბაიჯანელი ეროვნების ბანდა დააკავეს. მე ამის საგნობრივ და მორალურ განხილვას ვინ მართალია და ვინ ტყუილი მაგას არ დავიწყებ. არ შეიძლება ესე, როცა ინფორმაცია არ გაქვს, მაგრამ ფაქტი ხო ფაქტად შეება, რომ იძაბება მდგომარეობა. ასევე იძაბება სომხეთსა და რუსეთს შორის მდგომარეობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის როგორ დაძმაკაცდებიან და ამ ფონზე რას იზავენ? არ ვიცი. ირანი შიგნითაც იძაბება. შიგნით ძალიან. ირანი ეუნება აზერბაიჯანს, რომ გამოგვაძიებინე შენი ტერიტორიიდან. ისრაელის დრონები მოფრინავდნენ თუ არაო და ზამია ერთი წუთით რა მართლა და მართლა რა რაღაცა მართლა ის ჯადოსნური დაცვის წრე გვაქვს რა. კაი, პატა ბურჭულაძე აუცილებლად უნდა გავიშვათ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა ამბობს, ყოველი მისი სიტყვა არის შესანახი
ოქროს ასვები ჩასაწერი ისტორიაში და აი კიდე ესეთ სიტყვა. ჩემის აზრით და ჩვენი აზრით, ჩვენი რუსთაველის გამზირით აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, რომ შვიდობიანად დავამხოთ ეს ხელისუფლება. შვიდობიანად. არ გვინდა არავითარი, თორე უკვე გუშინაც იყო მოწოდება უკვე რევოლუციის, იქაც არის რევოლუცია, ქუჩაში რო დავდივართ, უკვე წერია სადაც რევოლუცია და რევოლუცია. ჩემის აზრით ეს რევოლუციური განწყობები ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ეს არის ერთადერთი გზა. მეგობრებო, ეს კაცი არის ყველაფერთან ერთად უსინდისო, ქურიობოლისთვის შეწირული ფულის წამში, ჩიბეში გამშვები, თაღლითი და ასე შემდეგ. სიაბანდი, მაგრამ ასევე არის უკიდეგანო იდიოტი. რაც მაგან გააკეთა, რომ მერიას თხოვა ფული გადაუხადე ფიფიას, რომ სტადიონზე მივიდოთ, რომ დავიქირავოთ, ან იმის ფულის გადახდაც არ უნდა, შენი არ იყოს რა, გური. ეს არის ენით აუწერელი კრეტინი რა. შესაბამისად მუშებთ, იმიტომ რომ არჩევნები როდისაა დანიშნული, სატელეფონო არჩევნები როდისაა დანიშნული. პარალელურად უნდა გააკეთონ 4-ში. იმენა პარალელურად. რა თქმა უნდა. საო. დავით ნებიერიძე, ეს საინტერესო ადამიანია. ეგეც არ უნდა რომ მერიამ უქირაოს სივრცეები საიდანაც დარეკო. ან ტელეფონები მისცეს. ბარაძე ჩაურიცხოს ულიმიტოები. პრობლემა არ არის. დავით ნებიერიძე. ტელეფონების ამბავი იყო თუ ის პეიჯერები? ტელეფონი. არა. პეიჯერი აქვს მაგას ერთი ძველი. მიხდი. ტელეფონი დავით ნებიერიძე მოდის. აი მშვიდობიანი რევოლუცია როგორ წარდგა? თუნდაც ავიღოთ ფერადი, ავიღოთ ახლა, ავიღოთ ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელმაც მთელ აღმოსავლეთ ევროპას გადაუარა 2000-იანი წლების დასაწყისში რა. მსხვერპლი არისო? მსხვერპლი არისო? რა თქმა უნდა არის. უკრაინაში არისო მსხვერპლი? ჩემო კარგო, უკრაინაში მსხვერპლი იყო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაირმა ჯალათმა გასცა ბრძანება საკუთარი მოქალაქეების დახოცვაზე. ანუ თუ პოლიცია აქტივობას აგიწევს, ამას მერე რა მოყვება? გააჩერე. ანუ ეს სვეჟიბგლადი მეიდანზე რა. სვაჭორის დავით ნებიერიძე, ვინც არიცით ხო და სავარაუდოდ მაყურებელს დავიწყებული ეგ არის იმ იშვიათ ნაცთაგანი, რომელიც სრულად მოკლებულია რაციონალურ აზრს და დნმ-ით არა. ეს არის აი როგორი კალიბრის, იცი, თქვენ თუ გახსოვთ, ქეთაგაბიანი იყო ეგეთი ოდიოზური ნაცი, რომელმაც სოციალურ საკითხებზე რო საუბრობდნენ, ისეთი მამალი ნაცი იყო, ვიღაცამ უთხრა, რომ შიმშილისგან თავი დაიწვა პროტესტის ნიშნად. ბენზინის პული ხო ისო თეათ უთბერიძე იყო ეგეთი ნაცი, თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა, რომელიც ამბობდა, რომ კიო, კაცო, იყო გაუპატიურებები ციხეში, მაგრამ არ ჯობიაო ბარიგი და ქურდი რო გაუპატიურებს, მაგას პოლიციამ გაუპატიუროსო, ეთერში აქვს პირდაპირ ნათქვამი. ესეთი ოდიოზური ნაცებიდან აგერ შალვა ბატონმა შემოგვაშველა, კარდუ იყო, რომელსაც ვაფშე მესეჯ ბოქსები არ ჭირდებოდათ ამათ საერთოდ. თვითონ, ანუ იღვიძებდნენ, აი დახვდათ რა, რომ დაჩეხილი ადამიანი. აი მესეჯ ბოქს საერთოდ არ ჭირდებოდა. ზომბივი. ეგრევე ყველანა ესეც არის მაგ კალიბრის შეშლილი შლეგიანი ძალიან ავადმყოფური გაქანებების. როგორ გააკეთებოდა ეგრე? ხო არა, როგორი ტიპია, იცი რომ მშვიდობიანი რევოლუციები და როგორი ინსპირირებული იყო ეს მშვიდობიანი რევოლუციები და სხვათა შორის ბელგრადში კიდე ცდილობენ მაგის გაკეთებას, იცი? კი. ანუ მიუხედავად ამისა, ბელგრადში არ გამოსდით და ბელგრადიდან სერბი ტიპები არ ყავდათ ჩამოყვანილი ამათ. ხო გახსოვს? თავისთან ვერ გაუკეთებია და აქ რა უნდა გვასწავლოთ. აი, ასეთი კალამბური შემოგთავაზეთ. ის სერბიან ჯოშნიკები იყვნენ. ხო, გია ბარამძე არის საინტერესო კაცი. მიშას გოგო. აგროვდება ის კრიტიკული მასა, რომელიც შემოემატება ამ ჩვენ პრინციპულ ბრძოლას, რომელიც დაინახავს იმ სინათლეს სიბნელეში და ორიენტირი იქნება სწორედ ის სინათლე და სინათლე არის სიმართლე და ჩვენი გულწრფელი ბრძოლა, არ თანამშრომლობა და არ კოლაბორაცია ამ მოღალატეებთან შემოუერთებიან ამ ძალას და ჩვენ ყველანი ერთად ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდას პანღურებით პოლიტიკური თვალსაზრისით ლაპარაკობ შვიდობიანი პროგრამული გზით. მეგობრებო, გაჩერდით. ჩასრულები არიან. ადრე თუ გვამხობდნენ, ეხლა შვიდობიანად გვამხობდნენ. პანგურების მერე შვიდობიანი პანგური რა. ეხლა რომ მივეპარო ამას და ნასოკი რო ამოვარტყა ერთ ადგილას შვიდობიანი პანგური იქნება? ხო, არა, შენ თუ იტყვი რომ შვიდობიანად ამოვარტყიო. რა თქმა უნდა, ეს სიგიჟია თავიდან ბოლომდე, რასაც ესენი ლაპარაკობენ, მაგრამ გაჩნდა ახალი ნიუანსი. ერიდებიან ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, როდესაც
მიულად შეიძლება ასეთ სიტყვების გამოკრა ხელი სასჯელს, ისინი ერიდებიან ესე პირდაპირ შერბილების გარეშე ასეთ თემებზე საუბრს. რაც თავისთავად ძალიან კარგია. შენ ახსენე ადამიანები, რომლებიც ჯიუტი და უხიაგი ნაცები არიან. ზაზა ბიბლაშვილი არის ესეთი. თქვათ მაგ კატეგორიაში მე ვინ ჩამოვთვალე, არა, ვერ არის ოდიოზური. მაგრამ დაახლოებით იქ არის. კი, ფრიკობით, მაგრამ დაახლოებით იქ არის. არა, ნაცობა შეიძლება ბიჭო, ეს ნაკლები ნაცი არის, ეხლა ვინც გავუშვი გიაბარამიძე, მაგრამ ეს სხვა ოდიოზურობას გულისხმობ რა. ჩვენ ვიცით, პირობითად ვიცით, რომ აი ეს გზა გადაგჩეხავს და იქ არ უნდა წავიდეთ. ამ გზით შეიძლება ვერ მივიდეთ იქამდე, სადაც გვინდა მივიდეთ, მაგრამ თქვენ მაინც ვიცით, რომ ამ გზას აქვს შანსი, რომ მიგვიყვანოს იქ, სადაც გვინდა მივიდეთ. ჩვენ გვჭირდება ორი რამ, გვჭირდება ერთი, რა თქმა უნდა, გაუტეხელობა, თანმიმდევრულობა, ბრძოლა, არ აღიარება ყველაფერთვის თავის სახელის დარქმევა საქართველოს შიგნით და შესაბამისი საერთაშორისო კონიუნქტურის შექმნა ქვეყნის გარეთ. სხვა შორის ძალიან იმედგაცრუებულები არიან, ძალიან ვაფშე უიმედოდ არის, ეს სასოწარკვეთილება ეს არის. ანუ რასთან ამობენ ბიჭო, ის გზაო შეიძლება გადაგწეხოს, მაგრამ ვიცით რომ 1% მაინც არის შანსიო. ბიჭო, უყურეგურ არის. სხვა შორის ნიჩეს რწმენის კატეგორია და დაჯერების, როგორც აქ განსხვავებული, აი რწმენითი კატეგორია, როგორც აქ ახსნილი, აი მაგ მდგომარეობაში არიან. ისა, გური, უყურე, რა ჭირდება? ანუ რაც არა აქ. გაუტეხლობა, ანუ კატეხილები არიან, თანმიმდევრულები, რომელიც არ არიან თანმიმდევრულები, ბრძოლა, არ ბრძოლა, არ აღიარება და ასე თქვათ ყველაფრის სახელი. კი, ნიჩიანურად არის. ნიჩიანურად არიან მართლა წყალში როცა ხარ შუა ოკეანეში, არ იცი სურვა ნავი არსად არ ჩანს და რწმენა გაქვს რომ გადარჩები. რწმენა კი არა, იცი რომ იქით გაცურავ და სადღაც კუნძულია რა. და ბოლოს რა თქმა უნდა ქალბატონი ხატია დეკანაიც. დასუსტება რეჟიმის, ჩამოშლა რეჟიმის, დამხობა სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი გზებით შეიძლება. მათ შორის მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ამისთვის აუცილებელია ძალის გამოსხივება, ძალა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ეს ძალა უნდა იყოს აჩვენებდეს ადამიანებს, რომ ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ. ანუ თუ ხალხმა ვერ დაინახა, რომ ოპოზიცია ასხივებს რაღაცა სერიოზულობას და ისმის პროცესის სერიოზულობა პირველ რიგში, მაშინ როგორ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ამ ქვეყანას მართვა შენ შეგიძლია, ხო? ანუ მე ძალიან მიმძიმს ახლა ამაზე საუბარი, რომ მიწევს, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ჩემი ძალიან ბევრ ადამიანთან ბევრი რამ გამოგვივლია, ხო, წლების განმავლობაში. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არალეგიტიმაცია შიგნით და გარეთ არის აუცილებელი და აუცილებელია მერწმუნეთ არალეგიტიმაცია, მაშინ სხვა გამოსავალი უბრალოდ გარდა არათანამშრომლობისა არ აქვს. ხო, აი გავასოზე. ბიზნესმენი ბატონი კახა ხაზარაძე არსებობს ესეთი. ვინჩა? კახა ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ჩამოგიყვი მე მის ბიზნესს, რეკლამა რო არ გამოვიდეს, ნაცავია მისი, მაგრამ სხვა არის და ისეთივე კაი კაცია? კაი კაცია, კაი. ნუ აი პროგნოზი სამთვიან პერიოდში ქვეყანა ეს 3 თვის წინ იძახდა ეკონომიკურ კრიზისში შევა და ფულიც გაძვირდა. მართლა კაი კაც ყოფილა ხაზარაძესავით რა გინდა? ანუ გაარტყა რა, მეგობრებო, არაფერი არ უხაშულის პროგნოზები და ამის ეკონომიკური პროგნოზები, კაი. მეტი არაფერი, ყველას ხელი მოუმართოს ღმერთმა, ბატონ კახასაც და სხვა ხაზარაძეებსაც ბიზნესი, წესიერი ბიზნესი აუწყოს, გაუმართოს და ქართული ოცნება უნიკალური პოლიტიკური ძალაა, რომელიც ბიზნესმენ ოპოზიციონერებს არ ქვია. ტიპები, რომლებიც აფინანსებენ აი ამ გიჟებს, იმათ საერთოდ არ ერჩის და იმათი ბიზნესი, უამრავი მაგალითია, ყვავის და შენდება და ესეც უნდა იყოს. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ, მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ. ხვალამდე მადლობა ყურადღებისთვის.